პროექტის სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში დღეს რუსთავის ნომერ მეხუთე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. სკოლის თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და მაღალი კლასის მოსწავლეებს რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი სოფო ჯიქია, რუსთავის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი სოსო პირველი, ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჟღარკავა და რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტები შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები. ახალგაზრდებს სტუმრებმა საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს. Ფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა, ბავშვები ძალიან დაინტერესებული არიან, როცა უშუალოდ პრაქტიკოში ჟურნალისტებისგან ისმენენ თავიანთ პრობლემატიკაზე და საერთოდ ბავშვებს ძალიან აინტერესებს ჟურნალისტიკა როგორც პროფესია. მასმედიის როლს საზოგადოების განვითარება ჩამოყალიბებაში და მით უმეტეს იმასაკის ადამიანებს, სკოლის მოსწავლეებს გულისხმობ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ხა გადაწყვეტილების მისაღებად რა საქმიანობა უნდა და ვიღაცა ჟურნალისტიკაში უნდა, ვიღაცას არ უნდა ჟურნალისტიკაში და ეს ერთი და მეორე კიდე რა. მასმედიამ გარდა იმისა, რომ ამბავი უნდა გააშუქოს, როგორ შეიძლება, რომ პოზიტიურ იდეოლოგიურად რაღაცა გარკვეული დინებები მიცეს საზოგადოების გონებას და მათ ცხოვრებას. საკმაოდ აქტიური ახალგაზრდობა მოდის. თამამი, განათლებული, გაცილებით უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ძალიან მახარებს ეს ამბავი. მათი კითხვები ძირითადად შეეხებოდა თუ როგორ მზადდება რეპორტაჟები, როგორ იწყობა საინფორმაციო გამოშვება, საკმაოდ ესეთი საინტერესო კითხვები იყო. გონდოლა შეხვედრა მინდა აღნიშნო, რომ მართლა ძალიან საინტერესო იყო. ჩვენთან იყვნენ მოსულები, როგორც მოქმედი ჟურნალისტები, ასევე ძალიან საინტერესო ადამიანები, ვისაც აქვთ კავშირი ამ სფეროსთან. დაუსვით ჩვენთვის საინტერესო შეკითხვები და მივიღეთ მასზე სრულყოფილი ინფორმაცია.